საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი, მახათას მთის, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მრევლი დალოცა და დღესასწაული მიულოცა. სადღესასწაულო ლიტურგია მახათას მთაზე მდებარე ტაძარში აგარაკ წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ბიზანტიის იმპერატორ თეოფილეს მმართველობის დროს ხატმებრძოლეობა დაიწყო. იმ ადამიანებს, რომლებიც ხატებს სცემდნენ თაყვანს, სასტიკად აწამებდნენ, წმინდანთა გამოსახულებებს კი წვავდნენ. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ხატი მე-9 საუკუნეში ერთი ღვთისმოსავი ქვრივი ქალის სახლში იყო დაბრძანებული. ხატმებრძოლები სიწმინდის დასაწვავად მივიდნენ. ერთმა მწვალებელმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს შუბი აწკერა. მაშინ დაზიანებული ადგილიდან სისხლმა დენა დაიწყო. კადნიერთა შეურაცხყოფისგან დასაცავად ქვრივმა მწვალებლებს ფული შესთავაზა. სიწმინდე კი თავის ვაჟთან ერთად ზღვის სანაპიროზე წააბრძანა. ქვრივი მიწაზე დაემხო და შეევედრა ღვთისმშობელს, რომ თავად მეფის მრისხანებისგან ეხსნა, ხატი კი ზღვაში დანთქმისგან. ლოცვის შემდეგ ქვრივმა სიწმინდე ზღვაში შეაცურა. 999 წელს ათონის მთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს სხვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბრწყინავდა ღამის წყუდიათში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ბერებმა ხატთან ნავით მიახლოება გადაწყვიტეს, თუმცა სიწმინდე მათ გაშორდა. სასულიერო პირებმა უწყვეტი ლოცვა დაიწყეს. ლოცვის შედეგად ბერებს ეუწყათ, რომ ხატის ნაპირზე გამობრძანებას ღვთისნებით მხოლოდ ქართველი ბერი გაბრიელი შესძლებდა. მართლაც ასე მოხდა. მონაზვნებმა ხატი მონასტრის მთავარი ტაძრის საკურთხეველში დააბრძანეს. მეორე დღეს კი სავანის კარიბჭესთან ნახეს. ეს სასწაული რამდენჯერმე გამეორდა. ბოლოს ღვთისმშობელი ბერ გაბრიელს გამოეცხადა და აუწყა. გამოუცხადეთ ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, თავად მსურს ვიყო თქვენი მფარველი. მას შემდეგ ხატი ღვთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც კარიბჭის მცველად იწოდება. საოცარია, რომ ამ დღეს წმინდა შვიდეულის სამშაბათს დაწესდა ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული. და ჩვენ ვიცით, რომ ეს ხატი არის მფარველი წმინდისა ათონის მთისა და არსებობს ასეთი ფრესკა, ხატი, სადაც ზეცაში ათონის მთიდან ადის კიბე. ეს კიბე ადის ივერის ღვთისმშობლის მონასტრიდან. და ჩვენ ვიცით, რომ სანამ ეს ხატი არის ათონის მთაზე, ყველა ბერი იქ შვიდად არის. არის ეს ხატი მფარველი ჩვენი განდევნილი სამოთხიდან კაცობრიობისა. მერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გაამშვიდოს, გაახაროს ჩვენი საქართველო და მოგცეს ჩვენ გული გონიერი. დღესვე მართლმადიდებელი ეკლესია 6000 გარეჯელ მოწამეს იხსენიებს. დავით გარეჯის ლავრა დასაბამს მე-6 საუკუნიდან იღებს და იმთავითვე ხდება საქართველოს სულიერებისა და კულტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე კერა. დავით გარეჯის ლავრას იქ მოღვაწე ბერების სიმრავლის გამო ბერთა ქალაქს უწოდებდნენ. 1615 წელს შაჰ-აბასი დიდძალი ლაშქრით თავს დაესხა საქართველოს. ქვეყნის დაპყრობისა და აოხრების შემდეგ იგი სანადიროდ გაემართა გარე კახეთის ველებში. გარეჯის მთებში მას შემოაღამდა და იქვე დაბანაკდა მხლებლებთან ერთად. შუაღამისას შაჰის ყურადღება მიიპყრო შორს, მთაზე მოძრავმა ცეცხლოვანმა მწკრივმა. სპარსეთის მბრძანებელს თავიდან ხილვა ეგონა, მაგრამ შემდეგ აუხსნეს ამ ადგილებში ცხოვრობენ ბერები, რომლებიც ახლა ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ და ანთებული სანთლებით ეკლესიას გარსულიანო. შაჰმა ბრძანა მონასტერში მეომრები გაეგზავნოთ და ამოეხოცათ ბერები. ამავე ღამეს ღვთისანგელოზი გამოეცხადა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარს არსენს და აუწყა: უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღეს თავის სეციურ
სავანეში მოგიწოდებთ ყველას. ამ ღამით თქვენ დიდი გამოცდა გელით, מחვილით მოისრებით. ვისაც სურს დაზოგოს თავისი დროებითი სიცოცხლე და გაიქცეს ან დაიმალოს. ხოლო ვისაც წყური აიხსნას სული თვისი მარადისობისათვის, מחვილით მოწყდება და უფლისმიერ უხრწნელი გვირგვინით შეიმკობა. გამოუცხადე ღმრთის ეს მოწოდება სავანეში შეკრებილ ყველა ბერს. წინამძღვარმა ყველა საუწყე ჩვენების შესახებ და მამებმა ძიწყეს მოწამეობრივი ღვაწლისთვის მზადება. მხოლოდ ორ მორჩილს შეეშინდა სიკვდილის და მონასტრისგან მოშორებით ერთ-ერთ მთაზე დაიმალა. წირვის ბოლოს მამაო ჩვენოს გალობისას სპარსი მეომრები გარს შემოერტყნენ სავანეს. მონასტრის წინამძღვარი მაშინვე გავიდა რაზმის მეთაურთან და თხოვა წირვის დასრულებისა და ზიარების ნება დაერთოთ საძმოსთვის. სპარსელებმა მოითათბირეს და გადაწყვიტეს მცირე დროის შემდეგ აღესრულებინა ჩაჰის ბრძანება. მამებმა მიიღეს წმინდა ზიარება. ერთმანეთი გაამხნევეს და საზეიმოდ შემოსილები წარდგნენ უშჯულოთა წინაშე. სპარსელებმა პირველად წინამძღვარს მოჰკვეთეს თავი, შემდეგ კი მხეცებივით დაერივნენ მამებს და უწყალოდ აჩეხეს ყველანი. ამ დროს სიკვდილის შიშით მონასტრიდან წასულმა ორმა მორჩილმა იხილა ზეციდან გარდამოსული ბრწყინვალე გვირგვინები, რომელთაგან ორი საწყალობლად ტივტივებდა ჰაერში. მორჩილები სასწრაფოდ დაბრუნდნენ უკან და ისინიც მოწამეობრივად აღესრულნენ. ქართველთა მეფე მარჩილმა დიდი გულმოდგინებით შეაგროვა მოწამეთა ცულები და ქვის დიდ საწნახელში მოათავსა ტრაპეზის მარცხენა მხარეს. წმინდა ძვლებიდან კეთილსურნელოვანმა მირონმა იწყო დენა. წმინდა დავითისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ძმობამ თხოვნით მიმართა კათოლიკოს ანტონ პირველს შეედგინა მათთვის ღვთისმსახურება და წმინდა მამების მოსახსენიებლად ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი დაედგინა. აპრილი სახელმწიფო ენის დღეა. ზუსტად 37 წლის წინ რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი ერთი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შეიკრიბა. ისინი ქართულ ენას იცავდნენ. აღნიშნული მოვლენები დღეს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიხსენეს. უმაღლეს სასწავლებელში გამართული სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეები საუბრობდნენ იმ მშვიდობიანი დემონსტრაციისა და ისტორიული დღის შესახებ, რომლის მონაწილენიც თავად იყვნენ. გავიხსენებთ 1978 წლის 14 აპრილს იმ შფოთვარე დღეს, როდესაც სასწორზე იდვა ერთის მხრივ ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი, მეორეს მხრივ კი გაისროდა თუ არა ტოტალიტარული რეჟიმის ის მანქურთები, რომელთაც დავალებული ჰქონდათ, რომ ჩაეხშოთ ყოველივე ეროვნული მოკავშირე რესპუბლიკებში, მაგრამ საბედნიეროდ მაშინ საქართველო გადაურჩა სისხლის ზღვრას და ქართულმა ენამ შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი. ჩვენი ვალია გავიხსენოთ ეს და არა მარტო გავიხსენოთ, არამედ მოუფრთხილდეთ ჩვენს დედაენას. ეს დღე არის ისტორიული დღე. ამ დღეს ჩვენ დავიცავით საქართველოს სახელმწიფო ენის სტატუსი და დაიცვა ყველა მოქალაქემ, ქართველმაც, არაქართველმაც. შესაბამისად, ეს დღე არის არა მხოლოდ დედაენის დღე ქართველებისთვის, არამედ საქართველოს სახელმწიფო ენის დღე და ეს დღე უნდა იზიაროს ყველა მოქალაქემ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. ეს გახლდათ სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვის დღე. მე თვითონ გახლით მონაწილე ამ დღის დილიდან საღამომდე და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს თვალწინ ვითარდებოდა ის მოვლენები, რამაც შემდეგ უკვე ძალიან კარგი შედეგი და ნაყოფი გამოიღო. მე თვითონ ამ დღის გამო გადამხდა რეპრესიების მაგვარი ამბებიც. სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით სოფელ ვარიანში მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა იაკობ გოგებაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამგეს. ღონისძიების ფარგლებში სპორტულ-გასართობი თამაშები და კონკურსები შედგა. საზეიმო შეხვედრაში მონაწილეობა აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და კახის რაიონის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს. იაკობ გოგებაშვილი არის ის პიროვნება, რომლის სახელთან არის დაკავშირებული ჩვენი საოცარი გენეტიკური კავშირი ამ ენასთან. ენა მარტო ენა არ არის, ის არის ჩვენი ფუძე, რომელზედაც ვდგევართ. და ამას გრძნობ განსაკუთრებულად აქ ამ შესანიშნავ ადგილზე. მე წამოვიდი სოფიერ კაცაგანიდან, მიხარია რომ გოგებაშვილი სოფიაში ვარ.
სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა წიგნის სახლმა ლიგამუსმა. შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა ქართველი პოეტების შემოქმედებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. ბავშვებს საჩუქრად ქართული მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები გადაეცათ. ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა საქარიაშვილმა გახსნა. დღევანდელ დღეს საქართველოს მოსახლეობამ, მთელმა მოსახლეობამ დაიცვა თავის სახელმწიფო ენა, ქართული ენა დღეს სახელმწიფო ენა უკვე არის უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ენა და მე მაქვს პატევი და მიხარია რომ მასპინძლობთ ჩვენ მოქალაქეებს, ვინც მიეკუთვნებიან ძირითადად ეთნიკურად სხვა უცხო წარმომადგენლები არიან, მაგრამ ფლობენ რა სახელმწიფო ენას, ამაყობენ ამითი. ჩვენთვის განსაკუთრებით ქისტი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღესასწაული. დედაენის დღე, ქართული ენის დღე, რადგან ჩვენ სკოლაში დედაენით ვიწყებთ წერა-კითხვის სწავლას. ჩვენთვის ქართული ენა, მშობლიური ენა, ის გავითავისეთ, შევისისხლორცეთ და გვიყვარს როგორც ქართველებს. როგორ არ უნდა გიყვარდეს ის ენა, სადაც შენ ცხოვრობ, სადაც სარგებლობ ყოველივე იმ სიკეთით და მიხარია რომ ქართული ენა მსოფლიოს 14 ენებს შორის არის აღიარებული. 14 აპრილის სახელმწიფო ენის დღედ 1990 წელს გამოცხადდა. მას შემდეგ ეს თარიღი ყოველწლიურად აღინიშნება, რადგან როგორც ამბობენ, როდესაც შენი ერისთვის ერთ-ერთ ყველაზე უმთავრეს სიცავ და მისი შენარჩუნების მცდელობა წარმატებით სრულდება, ეს ყველაზე საუკეთესო გამოცდილება და ამავდროულად უდიდესი მონაპოვარია. ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ეს უნიკალური ნიმუშები ეროვნულმა არქივმა დამთვალიერებლისთვის დღეს პირველად გამოფინა. ექსპოზიციაზე ორგანიზატორებმა მე-9 საუკუნით დათარიღებული სახარება, ქართველი მეფეების ხელრთვები, კათოლიკოს პატრიარქების მიერ გაცემული ისტორიული საბუთები, პალიმფსესტური ფურცლები და მინიატურები გამოფინეს. ღონისძიების ფარგლებში ექსპონატების დედნებთან ერთად ფოტომასალაც იყო წარმოდგენილი. გამოფენა ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის პოპულარიზაციასა და უნიკალური ნიმუშების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას ემსახურება. ეს დღე ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენთან ინახება ხელნაწერი დოკუმენტები, სრულიად უნიკალური კალიგრაფიით და ვფიქრობ ჩვენი დამთვალიერებელი სიამოვნებით გაეცნობა ამ მასალას, ვინაიდან აქ არის მინიატურებიც, სადაც აღბეჭდილი არის უშუალოდ წერის ტექნიკა. ეს ძალიან საინტერესოა, ვინაიდან თითოეული ეს დოკუმენტი ნათლად გვიჩვენებს, როგორ ვითარდებოდა ქართული ანბანი. პირველად მართავს ორიგინალების ასე დიდ გამოფენას ეროვნული არქივი, ძალიან ბევრი ხელნაწერი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი გულისხმობ ორიგინალების სახით პირველად წარდგინება ფართო საზოგადოება. გამოფენა არის საკმაოდ მრავალფეროვანია, აქ არის წარმოდგენილი ის ყველაფერი, რაც უჩვენებს ქართული ანბანის განვითარების ამავე საფეხურს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ახალ ლიტერატურულ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. აღნიშნული ინიციატივის დეტალები უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებას თავად გააცნო. ცოცხალი წიგნები, ასე ჰქვია პროექტს, რომელიც თანამედროვე მწერლებისა და რეგიონების მკითხველების დაახლოებას ითვალისწინებს. ინიციატივის ფარგლებში პოეზიის საღამოები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. პროექტი 4 ეტაპად განხორციელდება და მასში 75 მწერალი მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში მწერლები აწარმოებენ დღიურებსა და ჩანაწერებს, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ წიგნად გამოიცემა. პირველი შეხვედრა ქართლში შედგა. კასპსა და გორში მოსახლეობის წინაშე პროექტის 5 მონაწილე წარდგა. ხელს შეუწყობს აი ამ რაღაცა წყვეტის ამოვსებას ქართულ მწერლებსა და მკითხველებს შორის და მკითხველს პირადად ექნება საშუალება, რომ შეკითხვები დაუსვან და გარკვეულ დისკუსიაში შევიდნენ ასე ვთქვათ მწერლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს რეგიონებზე არის ასე ვთქვათ გათვალისწინებული ეს პროექტი, იმიტომ რომ ამ სფეროში მიმდინარე პროცესები თბილისის დედაქალაქის გარდა ცხადია, რომ რეგიონებში ძალიან აქტიურად უნდა იყოს განხილული. ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ აი მაქსიმალურად ახლოს ვიყო ადამიანებთან და ეს პროექტი ფიქრობ, კიდევ უფრო დაახლოებს მწერლებს მკითხველთან, ჩვეულებრივად ადამიანებს ერთმანეთთან და ბევრი საინტერესო და შთამბეჭდებით სავსე დღეები გველოდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო უწყების დელეგაცია ესტუმრა. მხარეებმა აღნიშნულ სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ნიდერლანდების სამეფოს დელეგაცია შედგება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სფეროში მომუშავე 10 ჰოლანდიური კომპანიისგან, რომლებიც ქართული ბაზრით არიან დაინტერესებულნი. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო კოლეგასთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, მიმოვიხილეთ ზოგადი სიტუაცია, ასევე გავეცანით იმათ გამოცდილებას ანალოგიურ სფეროში და ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა გვქონდა. მოვახდინეთ იდენტიფიცირება იმ საკითხებისა, რომლებსაც ერთად შეგვიძლია მუშაობა. ჩვენი დელეგაცია მოიცავს როგორც სოფლის მეურნეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეებს. ვფიქრობ, ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში წარმატებული იყო. იყო განხილული ის ინფრასტრუქტურული შესაძლებელი პროექტები, რაც შეიძლება განვითარდეს საქართველოსა და ნიდერლანდების მხარეს შორის. ამდენად ეს შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ძალიან პროდუქტიული. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. როგორც ცნობილია, შერჩეული კანდიდატი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს ჩაატარებს. ის მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში. სიტყვით გამოვა ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილებების შემუშავებაში. ქვეყნის წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების გარდა ახალგაზრდობის წარმომადგენელი სხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად ახორციელებს ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და ინიციატივებს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უკვე მესამე წელი ახორციელებს პროექტს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. შესაბამისად, ნებისმიერ ახალგაზრდას ეძლევა უნიკალური შანსი იმისა, რომ გახდეს ღია კონკურსის საფუძველზე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, ამავდროულად იყოს საქართველოს დელეგაციის ოფიციალური წევრი და წარმოადგინოს ქართველი ახალგაზრდების ინტერესები გაეროს მაღალ ტრიბუნაზე. მთელი ამ პროექტის განმავლობაში, რაც მე პირადად მონაწილეობ, ძალიან კმაყოფილი ვარ მათი როგორც მომზადების დონით, ასევე პროფესიული მახასიათებლებით და რაც ძალიან მახარებს. ერთი მხრივ მახარებს, მეორე მხრივ სირთულესთანაც არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მაგალითად ხშირად გამოუვალ მდგომარეობამდეც კი მიდის ხოლმე, ის ერთულდება ერთი კანდიდატის არჩევა იმ დიდი რაოდენობის აპლიკანტიდან, რომელსაც შემოაქვს განაცხადი. ის გამოცდილება, რასაც აღნიშნული მანდატი გაძლევს ნიუ-იორკში ყოფნის პერიოდში, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ გაქვს საშუალება, რომ მართლა ერთი წელი იყო დიპლომატი და საკუთარ თავზე განიცადო ის თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობა და რაღაც გარკვეულწილად გამოჩნდაც არის, იმიტომ რომ შენზე არის დამოკიდებული რამდენად აქტიური იქნები. შეგიძლია მანდატი სრულიად შეცვალო და ბევრად უფრო აქტიური იყო და მართლა რაღაც კარგი გააკეთო შენი ქვეყნისათვის.